ზაზა ერთხელაც ჩაგეკითხები, იმიტომ რომ მაინც მინდა ბეგეგმა შეიძლება სრული სერვისი ვერ მოვახერხო რა, ძალიან ძვირს ითხოვენ და აგერ უბრალოდ ნახე რა, ესე იგი ეს გახსოვს ხო კოლოფი, აი ეს არის ის სამონტაჟო ფირფიტის სავარაუდო ლოკაცია, ანუ გულისხმობ იმას, რომ სიმაღლე იგივე დარჩება 15 სანტიმეტრი, მაგრამ ის ხო მოძრავობს, ხო შეგვიძლია ცოტა ჩავწიოთ ან მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს იმდენად მე ვფიქრობ არ ქმნის ამინს. პირველ რიგში ეს მაქვს ხო გასახურეთი და აი ეს არის ლოკაცია ამისი, რაც მე გამოვთვალე და კედელი იქითა მხრიდან 3 სანტიმეტრით იქნება მოშორებული, სადღაც აი აქ არის კედელი რა. უფრო გარეთ ვერ გავალ მე. აქეთ შენგან მარცხნივ ვეღარ წამოვალ რა. ეს არის ოპტიმალური, იქით არის უკვე იმის გაზის ტრუბები, მილები და აქეთ აი კედელი 3 სანტიმეტრი. 3 სანტიმეტრი შემდეგ უკვე სიგრძეზე რო გავიყვანთ იმას დაერთებას, ის აგრეგატი სადღაც 1-2 მეტრში იქნება დაშორებული და მერე უკვე ნებისმიერი იქ მორგება არანაირი პრობლემა არ იქნება რა. ანუ გულისხმობ აგრეგატი კედლიდანაც ხო გამოსულია რაღაც 30 სანტიმეტრით უწერიათ, მაგრამ 30-ით არ მგონია იყოს გამოსული. რაღაცა ხო არის გამოსული რაღაცა სანტიმეტრაჟის რა. შესაბამისად ეგ პრობლემა არ არის. ერთადერთი რასაც ფიქრობ, ანუ აი ამას რო შეხედო, კაბელები, შიდა კაბელები აქ გადის, ჩვენ 4 წერტილზე დავამონტაჟებთ მაგალითად და არაფერს არ შევეხებით. აი ერთი აქ ეს სამონტაჟო ფირფიტა გაივლის თავზე პირდაპირ. ამაზე აქ არასწორად არის დახაზული. აი აქ სამონტაჟო ფირფიტა თავზე გაივლის ამ კაბელის და კაბელი აი ამ ფირფიტის იმისი რა ქვია, კიდის ქვეშ იქნება. და აქ ის პანელი მიაჯდება ამას და აი ხო არ შეუშლის პანელის მისმას რა, იმედია დიდად ვერც უნდა იგზნოს იდეაში, მაგრამ ნუ მაინც ჩაგეკითხები. პანელი ხომ მყარად უნდა იჯდეს მაქსიმალურად თუ არა და მეორე ვარიანტია ფირფიტის ქვემოთ ეგეც არ გამოვა. მაშინ რაღაც სხვა ლოკაცია უნდა მოვუფიქრო რა. აი ამაზე თუ შეგიძლია მოკლედ რომ გამცე უცბად პასუხი.